გამარჯობათ მეგობრებო. თუ შურის სქემები გვასწავლეთო და რატომაც არა მაქვს რამდენიმე სქემა თუ შური ორნამენტების და მოვგზავნოთ. ახლა რასაც ვგზავნოთ, ჩვენ ძირითადად წინდებზე ვგზავნოთ ამ სქემებს, ხო? თქვენ რაზეც გინდა შემდეგ მოგგზავნოთ, ჯემპერზე, ჟაკეტზე, რა ვიცი, როგორც გინდათ, სადაც გინდათ გამოიყენებთ ერთი სიტყვით. ეს ორივე არის თუ შურის სქემა. აქამდე ვგზავნით ხევსურულებს და კიდე ბევრია ჯერ კიდე იმ სქემებს რა ამოლევს და მოწურავს, რომ გადმოგცეთ ყველა. ვეცდები ვისაც ენდომება და აინტერესებს უბრალოდ სქემებს მოგაწუდით თუ გენდომებათ, რომ აუცილებელი ხო არა ყველა აქ ვგზავნოთ, ხო? ასე თუ ისე როცა იცით უკვე სქემის გადმოტანა წინდაზე თუ ორი ძაფით გზოვა თუ წაკითხვა სქემის თუ რასაც ვსწავლობთ ამდენი ხანი, იმდენი ის გვაქვს ჩაწერილი უკვე ვიდეო, ერთმა ისაც დამიწერა, რა შეგვაწუხე შენ წინდებითო. ისე რომ მე მგონი საკმარისია. ახლა უბრალოდ მინდა აი თუ შური სქემებიც გამიხარდა რომ მოიკითხეს და რაც გვაქვს და რაც შეგვიძლია ესენიც ვნახოთ. ესენიც კი არა, ესენიც და ისინიც და თუ რამე გვაქვს, თუ რამეზე მიგვიწუდება ხელი, თუ რამე შეგვიძლია. ახლა აუცილებლად გვჭირდება სქემა, აუცილებლად გვჭირდება ორი ფერის ძაფი და დავიწყოთ, ხო? აქ დანომრილია უკვე აი თვითონ სქემა მხოლოდ. ახლა აი ეს სხვაკანაც გვაქვს გამოყენებული სხვა წინდებში ვგზავნით აქამდე და როგორ ვგზავნთ იცით, ერთი თვალი და შემდეგ მთლიანი რიგი, ხო, ის ფერი. ეს ყველგან შეგიძლია გამოიყენო, არ ვიცი ეს ვისია და რა არის და არ აქვს მნიშვნელობა, ამას უფრო ვხმარობ, აი ამაზე ვსაუბრობ, აი ეს. ვიყენებ უფრო აი სქემას, რომ ჩარჩო გაუკეთოთ, ასე ვთქვათ, მოვაგზავნოთ, ჩავსვათ სილამაზისთვის, ასე ფერიდან ფერზე გადასვლისას. მახსენდება ხოლმე მიყვარს აი ეს ორი რიგია, ხო? და მიყვარს იმიტომ რომ დედა ხშირად იყენებდა ამას ჯემპერებს რო გზავნა, მამას და ჩემ ძმას რო უგზავნა ჯემპერებს, ხო? აი იქ იყენებდა რომ მერე სქემა მოეგზავა შიგნით. აი ახლა ზევიდან წამოვიდა გზავს, ხო? რეგლანით დაუშვათ და უნდა დაიწყოს სქემის გზავა. ჯერ ამას მოგზავნა, შემდეგ აი ასე რაღაცნაირად გამოყოფდა, შემდეგ დიდ სქემას დაიწყებდა, ძალიან ლამაზ სქემებს გზავნა დედა და მერე ისევ ბოლოში აი ასე გააკეთებდა და სქემას ჩასვამდა აი ამ პატარა მონაკვეთებში და აი როგორც ეხლა აქ პატარა აი ეს თუ შურის სქემა, აი შიგით რაც არის, აი ეს არის. 1 2 3 4 5 რიგია სულ. აი ეს. და აი მთლიან იმხელა სქემებს მერე აი ამას გარედან უგზავნა იქით და ძალიან ლამაზი იყო რა. ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ ახლა ამდენი რომ ვილაპარაკე ამის გამო, ხო? ჩვენ დავიწყოთ ახლა, რასაც ვაკეთებთ ის. ახლა ნახე. ეს ჩარჩოც მოვგზავნე, რაც ვთქვი, შემდეგ ერთი რიგი გადავგზავნე, აი ეს უკვე ეს რიგი უკვე არის აი ეს პირველი რიგი მე უკვე მოგზავნილი მაქვს, ეს ყველას შეგიძლიათ და იცით და აი მეორე რიგიდან ვიწყებთ ახლა და დავიწყოთ სქემა. სქემის პირველი რიგი კიდე მოგზავნილია, აი აქ ვამბობ. აი ეს ხო ჩანს რომ მთლიანად ასე გადაგზო და მანამდე რაც გინდა მოაგზოვე, იმისი თქმა მინდა და ახლა ვგზავნთ მეორე რიგს. ვგზავნთ რა თქმა უნდა ორი ძაფით. ახლა ნახე, აი აქედან ვიწყებთ, ხო? ნაპირის თვალი,
რაც არის აი აქედან იწყება. ახლა ნახე, თუ პირველი რიგი ეს მთლიანი იყო ეს ფერი და მე გადავგსოვე ეს ფერი, მეორე რიგი ნახე, ეს ცარიელი უჯრები არის ფონი, რასაც ვგსოვთ ამ შემთხვევაში შავი, რაზეც ვგსოვ და აი პირველი თვალი არის ეს შავი. წინდის ფერი რაც გექნებათ თქვენ რა ფერზეც მოგხსოვთ ამ სქემას. მეორე თვალი იქნება უკვე სქემის. აი ასე, პირველი თვალი ეს არის, შემდეგი თვალი ეს არის, შემდეგ ორი თვალი, ერთი უჯრა, ორი უჯრა. ორი თვალი არის ისევ წინდის ფერი, შავი. ერთი, ორი. მოვგსოვე ორი თვალი შავი, ხო? შემდეგ არის ისევ სქემა, აი ეს ფერი, შემდეგ ორი თვალი ისევ სქემის, ორი თვალი და ასე შემდეგ. ერთი ეს, ახლა ორი თვალი, ცარიელი უჯრები არის წინდას რა ფერითაც ვგსოვთ და ჯვრები არის სქემას რა ფერითაც ვგსოვთ თითო. ესე იგი რა გამოდის? ერთი ეს, ერთი, ორი ეს, ერთი ეს, ერთი, ორი ეს. შენ შემთხვევაში არ ვიცი რას აირჩევ, ახლა აქ ასეა. ზოგჯერ მგონია რომ უკვე კარგად იცით და გსოვთ და აღარ გჭირდებათ აი ეს აღარ არის საჭირო ჩემი დახმარება და იქით ხელს გიშლით, მაგრამ მე რა ვიცი, ზოგი მიწერს რომ რატო არ გვიხსნით თვლების მიხედვით, სათითაოდ რომ გავერკვეთ, რომ გავაკეთოთ და ოკეია, რაც არის. ორი თვალი, ხო სულ ასე დათვლი ახლა, ერთი ეს, ორი ეს. ის ჯვრები არის ეს ფერი, ამ შემთხვევაში ცარიელი უჯრები არის ეს შავი. შენ შემთხვევაში რა ფერები გექნება არ ვიცი. სულ ასე მოგხსოვ ახლა ამ რიგს მთლიანად. ახლა გაგერ შეცდომებიც არის. ჩემ შემთხვევაში. ორი შავი, ერთი აგურისფერი, რაც არის, არ ვიცი. ასე შემოგხსოვთ ეს რიგი. ორი შავი, ერთი აგურისფერი, როგორც გვაქვს სქემაზე მოცემული. ახლა ორი ძაფით არ ვიცი ვინ როგორ გსოვთ, არის იყიდება ჩვეულებრივი სათითეებია 2 და 3 ძაფით რომ მოგხსოვო. ალბათ ძაფების მაღაზიაში იქნება საქართველოშიც. ორი შავი, ერთი ეს. ვისაც შეგიძლიათ ასე დაიხვიეთ ძაფი, ბევრჯერ მაქვს ახსნილი ესაც, სადაც კი წინდებს ნახავთ ყველგან ამას ხსნი მგონი. 2, 1. თავიდან ყველაფერი ძნელია და უსაშველო გეჩვენება ადამიანს. თუ გინდა ისწავლე, ხო? ამ ძაფის დახვევასაც და მოგხსოვასაც და ყველაფერს. ერთი რიგი მოვგსოვეთ და აი ეს ერთი რიგი, ეს არის მეორე რიგი და აი ეს სქემა დავაყენეთ აქ. ამის შემდეგ ეს იყო პირველი რიგი. ახლა აქ მე სანიშნს დავტოვებ, რომ ძალიან ადვილგასაგები იყოს შენთვის, საიდან ვიწყებთ, საიდან ვამთავრებთ რიგის გსოვას, აი ასე. ახლა აქ ნახე. ჩვენ ესაც უკვე ვიცით, რომ წინდას როცა ვგსოვთ, ქვედა მხარეს ტერფს, აი აქ ადვილ სქემას მოუძებნით და ვგსოვთ.
ამ შემთხვევაში ეს ძალიან პატარა სქემა იყო და არის და პირდაპირ მოვგზოვე, აი აქ ასეთი ესაც სქემა ასე ვთქვათ, მაგრამ ადვილი. ამას შემდეგ განვიხილავთ, ამასაც როგორი გზოვება და ახლა ჩვენ ვაგრძელებთ შემდეგი. მესამე რიგი უნდა მოვგზოვოთ. ახლა ნახე, ეს არის დასაწყისი, ხო? თავიდან ხო იყო პირველი რიგი, აქედან იწყებოდა აი ეს ფერი, ეს სქემის, რაც არის. მეორე რიგზე ნახე უკვე შავი იყო აქ და შემდეგ აქ იყო ეს. ახლა ნახე, 1-2 თვალი უნდა მოვგზოვოთ შავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამან კიდე აქეთ გადმოიწია, აი როგორ გადადის ფერი. აქ ხო იყო, შემდეგ აქეთ გადმოიწია, შემდეგ აქეთ გადმოიწია, რადგან უმატებთ და შემდეგ რიგზე უკვე ზედ სხვა ფერს გზოვ, შემდეგ რიგზე კიდე უმატებ ამ თვლებს ფერს და აქეთ გზოვ და აი 1-2 თვალი მოვგზოვოთ ახლა შავი და გადმოიწევს ეს სქემის ფერი აქეთ. აი რას ნიშნავს ეს? შავი 1-2. აი ეს იმას ნიშნავს, რომ 1-2. აქ უკვე მოიგზოვა შავი და ამან უკეთ უნდა გადმოიწიოს. აი ასე. როგორ გადაგაგვსო, რო კითხულობთ ფერებიო იქით და აქით, აი ასე. როგორ ატრიალებთ ამ თვლებს ფერებსო, აი გამოვიდა აქ უკვე. ახლა ნახე, აქ ისევე 1-2-ია, 1-2-ია. როგორც აქ იყო, მაგრამ ნახე, ეს ხო აქეთ გადმოვიდა. ისევ 2-ია და აქ უკვე შავი იგზოვება და კიდე აქეთ იწევს ეს ფერი, ისევ აი ასე წამოვიდეთ. ცერად შეტრიალდნენ იქით. ოღონდ ისევ 1-2 იგზოვება. 1 ეს მოვგზოვეთ, ახლა ნახე. 1-2 მეორე აქ მოიგზოვება და გადაიწია ამ ფერმა 1 გვერდზე მხოლოდ შორს არა. 1-2 და ახლა ეს აქ იგზოვება, რომ არ გაწყდეს ის კავშირი რაღაცა ძაფი აქ ვთქვათ, აი ის ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს და არ გადავიდეს შორს, გვერდით იგზოვება, მაგრამ ისევ აქ რომ მოგზოვო, არ გადაიწევს, პირდაპირ წავა. და აქ რო ეს ფერი მოვგზოვე ახლა და აქ ეს უკვე ერთით იქით რო გადავიდა, ახლოს არის, მაგრამ უკვე გვერდით არის. აი ასე გადაიტან თვლებს ფერებს და გადმოიტან. ან იქით მიდიხარ, ან იქით. ახლა ჩვენ იქით მივდივართ, ხო, მარცხენა მხარეს მივდივართ, მარჯვნიდან 1 თვალით გადავდივართ და ისევ ამ ფერს ვგზოვთ. აი შეხედე, წინა რიგში თუ აქ იყო, ეხლა აქ არის. თუ შენ გააგრძელებ, მერე აქ იქნება, ამ ფერზე ვსაუბრობ. მერე აქ იქნება, თუ ასე გააგრძელებ და ბევრს მოგზოვას. ჩვენ შემთხვევაში არ ვიცი, შემდეგი სქემა, შემდეგი რიგი როგორ მოითხოვს სქემას. გადმოვედი, ხო, 2 შავი, ახლა ეს არის. 1 ეს, აქაც გადმოვალ, იმიტომ რომ გვერდზე უნდა გადავწიო. 1 მოვგზოვ ამას და გვერდზე გადავწევ ამ ფერს. ახლა ეს ნახე შენ 2 და 3 რომ მოგზოვო და მერე გაწყდა უკვე აქ კავშირი, აღარ არის, წავიდა შორს. თუ გვერდით თვალს მოგზოვ, ისევ აქ არის, ოღონდ გვერდით. აი ეს არის, ამას ნიშნავს სქემის წაკითხვა. გინდა ნაკსოვზე, გინდა ქაღალდზე, გინდა რა ვიცი, სადაც იქნება. ახლა შეგიძლია შენ ნახე ეს წინდა, ხო, სადღაცას და შეხედე როგორ ამოგზოვილი და ამას ქვია წაკითხვა, ჩვეულებრივად მიხვდები ახლა სად გადატანილია, სად გადმოტანილი, რა არის მოგზოვილი, წახვალ მერე სახლში აიღებ და ჩხირებს ძაბს და მოგზოვ. იმიტომ რომ უკვე დაგამახსოვრდა იქ რო ნახე, იცი რა იყო იქ. და თუ სქემის წაკითხვა არ იცი, მაშინ ძალიან რთულია. ნეტა რა იყო მოგზოვილი. ვაგრძელებთ ჩვენ 2 შავი გადმოიწია, აი ნახე 1 და ამან აქეთ გადმოიწია. მიგვაქვს მარჯვნიდან მარცხნივ. აი ასე. მარჯვნიდან მარცხნივ მივდივართ
და ეს თვალიც გადადის. ამას რა უნდა აქ? არ ვიცი. 1 2 აი ასე. 1 2 აი ასე. ფერები საითაც გიჩვენებს სქემა იქით გადაგაქვს და გადმოგაქვს ქსოვ და ასე იხატება ის რაღაცა რისი დახატვაც გინდა შენ. აი ასე გადავდივართ მარჯვნიდან მარცხნივ. 1 მოვქსოვ ახლა შავს, რადგან გვერდით მინდა გადავიტანო ეს ფერი. აი ასე. აი გვერდით ვქსოვ. ამ ფერს იგივე თვალს კი შავით ვქსოვ, იმიტომ რომ აქეთ გადმოვდივარ და ახლა გვერდით მოვქსოვ. გვერდით მოვქსოვ და ასე. შემდეგ სქემა დამთავრდა, რიგი, ხო? ამ რიგზე მოვქსოვეთ და იწყება ახალი რიგი და ახალი რიგი ყოველთვის იქნება რაღაცა სხვა. ჩვენ მოვქსოვეთ მესამე რიგი. ახლა აქ ნახე რა ხდება, უყურე. მესამე რიგი ასე რომ მოვქსოვეთ და მოვედით, ახლა გეუბნება შებრუნდიო. მოვდივართ აქ, ეს ხო იყო მოქსოვილი, მერე აქ მოვქსოვეთ ეს თვალი. შემდეგ აქ მოვქსოვეთ, როგორ გადმოგვაქვს ნახე, ხო? მაგრამ ახლა გეუბნება რომ შებრუნდი და წინ წადიო, ახლა მარჯვნიდან მარცხნივ ხო მოვდიოდით? ახლა მარცხნიდან მარჯვნივ წადიო, ოღონდ ერთი თვალითო, როგორ გარკვევ ახლა რომ ერთი თვალით. თითო უჯრა, თითო თვალია და ასე ითვლი. ახლა გეუბნება ერთი თვალით წინ გადადიო, აი აქ. ეს ხო ერთი თვალით გადმოვედით, ეს ერთი თვალით გადადიო. და დავიწყოთ მეოთხე რიგს ვქსოვთ, აქედან იწყება ათვლა, თვლები აქ არის და ნახე. ერთი უჯრა შავი, ერთი აგურის ფერი. იმიტომ რომ ერთია და ერთია. ერთი უჯრა მეუბნება მოვქსოვ შავს და ერთი აგურის ფერიო. ნახე ეს სადარჩა? არა და ხო მეუბნება სქემა მარცხნიდან მარჯვნივ წადი, მარცხნიდან მარჯვნივ წადი. აი მარცხნიდან მარჯვნივ წადი. და ნახე შემდეგ აუცილებლად გადათვალე 1 2 ისევ შავია, ერთი აგურისფერი, 1 2 ისევ შავია, ერთი ისევ ითვლით 2 1 2 1, მაგრამ სად? წინ წადიო, ერთი მოგსოვე და ერთიო, კარგი. თუ წინ წავიდე, ეს ხო აღარ იქნება აგურისფერი, შავი იქნება, რადგან გადავიტანე უკვე, წინ წავედი იქით. მარჯვნივ წავედი, ახლა შევბრუნდი. აუცილებლად 2-ო. ახლა თუ 2 უნდა მოვქსოვო, აქ ხო აგურისფერი იქნება, უნდა იყოს, მაგრამ როგორ უნდა იყოს, ეს ხო აქ არის. სქემა გეუბნება შებრუნდი მარჯვნივ. ოკეი. აქ არის, ხო? ახლა 1 2 ისევო. მარჯვნივ წადიო. კარგი. 1 2 მარჯვნივ წადიო, აი გვერდით გადავალ და ეს ისევ გადმოვა, იმიტომ რომ აქეთ მოდის ეს თავისთავად ხო შავზე ხო ხატავთ ახლა აგურისფერით. მარჯვნივ გადადიო და ერთი თვალით გადავალ მარჯვნივ და ეს თავისთავად შავი უნდა მოვხსოვო. აი ბატონო, როგორ გამოდის ახლა ეს, ნახე, მარჯვნივ წადი, მარჯვნივ წადი, მარჯვნივ წადი და თავისთავად 2 უნდა მოვხსოვო. ზემოდან მერე ეს იქსოვება, ისევ ეს იქსოვება, მარჯვნივ წადი, მარჯვნივ წადი. ხო მივდივართ მარჯვნივ, ნახე, აქედან აქეთ, აქედან აქეთ, აქედან აქეთ. ახლა ამ რიგს სულ ასე მოვხსოვთ, 2 შავი,
მარჯვნივ წადი გადავიტანე 2 შავი მარჯვნივ წადიო და გვერდით გადავიტან წინ ოღონდ წეღან აქეთ მოგქონდა ახლა იქით მიმაქვს იმიტომ რომ იქეთ მიბრუნდიო და აი ასე მე მგონი გასაგებია ხო თუშებს ქონდათ ძალიან ლამაზი ნაბდები ნაბდებს მოხატავდნენ ისე რომ აი არანორმალურად ლამაზი პეიზაჟი იქნებოდა რაღაცა სასწაულებს აკეთებდნენ ახლა აქ ორი რომ მოვგსოვე რატო არ მეუბნები რომ შეცდომა ნახე აი ასე 1 2 1 თეთრი ნაბდები მინახია თუშების მოთელილი ნაბადი ხო მატყლისგან კეთდება და უნდა მოთელო ხო მოთელვა ქვია იმის დამზადებას რა ვიცი ახლა რომ რას აკეთებენ მატყლისგან რაღაცებს რო აკეთებ თექა აი მაგას ოდითგან ეხლა არ ვიცი როგორ აკეთებენ და მაგას ოდითგან ყველა აკეთებდა რა ვიცი რაც ჭირდებოდათ მაგალითად სვანები ქუდებს აკეთებდნენ მაგ როგორც თექას ამუშავებენ ასე მატყლით თუშები ნაბდებს სასწაულ ნაბდებს აკეთებდნენ ან როგორ ჩასვამდნენ იმ ნახატს და იმ საოცრებას არ ვიცი ნაბდები მაქვს ნანახი მსგავსი არაფერი მინახიაო იტყოდი რა ეხლა არ ვიცი თუ აკეთებენ და თუ იციან კიდევ ვინმე იმედია არ დაკარგავენ მაგ საოცარ ხელოვნებას ეს იყო ხელოვნება საოცარი რაღაცები იყო იმ ნაბდებზე მოხატული ყიდიდნენ მინახია ის მოხატული ნაბდები რო ყიდიდნენ ხოლმე აბა სხვაგან სათუნახავდი ახლა თუშეთში არ ვარ ნამყოფი იმ გზის შიშით თუშებს რო გზავს მაგის გამო არ ვარ ნამყოფი საოცარი ნამუშევრები ქონდათ ხალიჩები ძალიან ლამაზ ხალიჩებს გსოვდნენ თუშები ცხევსურების ფშავლებიც იმედია კიდევ ვინმე ასწავლის რომ არ დაკარგონ ეს განძი ასე ვთქვათ ამისი ცოდნა და ის დაზგები ის თუ ვინმე აკეთებს კიდე და თუ ვინმე იმას ხო ჭირდება თავისი დაზგა რაზეც უნდა მოგსოვო ხო დაზგა ქვია ახლა ყდები იყო იმისი ასაწყობი და დასაქსელი და ბევრი რამეა რაც ჭირდება იმ ხალიჩის მოგსოვას ძალიან ლამაზ ხალიჩებს გსოვენ ხევსურები ფშავლები და თუშები მთიულებიც ძალიან ლამაზ ხალიჩებს გსოვენ მთიულები წინდებს გსოვენ აი როგორც იცი ზოლიან წინდებს გსოვენ დაზოლილ წინდებს აი დაახლოებით ძალიან ლამაზებს ფერებში მაგრამ აი ასე დაზოლილებს გსოვენ სულ ასეთ ზოლიან ფერებში ზოლიან წინდებს რო ნახავდი არანაირი სქემა არ ქონდა ეხლა მას რაღაცა სქემა აქვს არა სულ ასე დაზოლილი ფერებში ლამაზი წინდები იყო და რო ნახავდა დედა იტყოდა მთიულური წინდები რო შეხედავდა იტყოდა რომ ეს არის მთიულების მოგსოვილი ეს არის ფშავლების ეს არის რა ყველას ხო აქ რაღაც თავისი ორიგინალობა რავი როგორ თქვა რა მთიულები ხალიჩებზე ხატავდნენ უფრო ისეთ ირმებს ასეთი მინახია უფრო მთიულური ხალიჩები მოგსოვილი ხატავდნენ ჩიტებს
ძალიან ფერებში და ლამაზები. ფშავ-ხევსურული იყო ეგეთებიც, მაგრამ იყო ორნამენტებიც მოქსოვილი და თუშურიც. აი რაღაცა ორნამენტი დაუშვათ, არის რაღაცა ხო მოხატო, აი ესეთი უფრო დიდი ორნამენტები მოხატული. მაქვს მგონი ისა თუშური ხალიჩების ორნამენტებიც სადღაც შემორჩენილი და ხევსურული ხალიჩების ორნამენტებიც უნდა იყოს. სადა ვართ ახლა? ხო, ერთით აქეთ მივდივართ, დავიწყე მე ლაპარაკი და მოვდივარ. ის იქით არის. ხო, ნახე ახლა ერთი, ორი და სამი, ხო? გადმოვიდეთ ბოლომდე ეს. აი ასე. ერთი, ორი და ერთი. ისევ ორი, ერთით იქით. აი ეს სქემა იქსოვება სულ 1-2-1-2-1-2, ოღონდ უნდა იცოდე რომელ რიგზე საით გადაიტანო ფერი. ფერი გადასწიო ან იქით, ან მარცხნივ მიდიოდე, ან მარჯვნივ. თორე იქსოვება სულ 2 თვალი და 1 თვალი, 2 თვალი და 1 თვალი. მაგრამ ან მარცხნივ მიდიხარ, ასე პირველი და მერე შემდეგ ბრუნდები და მარჯვნივ მიდიხარ. ახლა მივდივართ მარჯვნივ. მარცხნიდან მარჯვნივ. აი ნახე, წეღან ხო მივდიოდით ასე, ახლა შევბრუნდით იქით. ასე. ახლა შემდეგ მეხუთე რიგი და მეხუთე რიგს ჩვენ მთლიანად გადავგსოვთ, აი როგორც აი აქ არის, აი ეს. ამ ძაფს, რომელსაც ვტოვებთ აუცილებლად ასე შიგნიდან მოვაყოლებთ და ვიწყებთ ახლა ერთი ძაფით გადაგსოვას. აუცილებლად ასე მოვაყოლებთ, აქ მოვახვევთ და დავტოვებთ, რადგან აქ შავი ძაფით მთავრდება ეს თვლები, რომ შემდეგ ეს გადაიბას ფერი, რიგი და როგორც ვთქვი, ახლა მოვგსოვთ მთლიანად ამ ფერს, ერთი ძაფით. ამ ფერს რომ მოვგსოვთ, შემდეგ აი როგორც აქ გავაკეთეთ, ხო, ერთი რიგია შავი და ერთი რიგია ისევ ეს ფერი. როგორც დავიწყეთ, ახლა უნდა შევატრიალოთ. აი ნახეთ. აი აქ ქვემოთ შავია, აქ ქვემოთ ისევ ეს ფერია და აქ კიდე ქვემოთ ერთი, აი ასეთნაირად არის. აი ასე. აი ეს სქემა, ერთი თვალი შავი, ერთი თვალი აგურისფერი, თითო თვალი. აი ეს, ახლა ეს უნდა შევატრიალოთ და იგივე გავიმეოროთ აქ. ამ ფერს ხო მოვგსოვთ ახლა. შემდეგ ერთი რიგი შავი იქნება, ერთი რიგი მთლიანად ისევ ეს ფერი იქნება, რა ფერიც გვაქვს არჩეული და შემდეგი იქნება აი ასე. უკვე იქით მხარეს უნდა მოვგსოვოთ, რომ აქედან რო აქეთ მოდის, აქედან იქით მიდის. ერთი სიტყვით მოვგსოვ ამ ფერს, შემდეგ ამ ფერს შავს, შემდეგ ისევ ამ ფერს და შემდეგ ავაკეთებთ სქემას. მოვაგსოვეთ მეხუთე რიგი, მთლიანად ეს ფერი, აი
და დამთავრდა სქემა. აი ეს არის აქედან აქამდე არის აი ეს სქემა 5 რიგი. ახლა ჩვენ ვცვლით და ერთი რიგი მოვაგზავნოთ შავი ფერის. აი ეს იყო სქემა ჩვენ რაც მოვგზავნეთ. აქედან აქამდე კიდევ ვიმეორებ. ეს არის თუშური სქემა. ამის გარეთ და ამის ზევით ახლა რასაც მოაქვს, ეს უკვე შენინება. ვიწყებ სხვა ფერს და აქ ვტოვებ თვალივით ერთს. ახლა მე ამ ერთ რიგს მოვაგზავ შავს. ამის შემდეგ უკვე კიდევ ვიმეორებ, რაც გინდა მოაგზავე შენ. თუნდა მხოლოდ 1-2 რიგი ზოლები გადაგზავე, მე ეს მოვგზავე. აი ეს და ვიმეორებ ამას. აქეთ. მოვგზავე ერთი რიგი შავი. ვცვლი ახლა ფერს. აქ ვტოვებ ამ თვალივით გადაბმის ადგილს და ვაგრძელებ ახლა ერთ რიგს მოვგზავ ამ ფერს. კიდევ ვიმეორებ შენინება ირგვლივ შემდეგ ამ სქემის ირგვლივ რას მოგზავ თუ მოგზავ. მოვგზავ ეს ფერიც. ნახე ახლა ეს სქემა რომ მოვგზავნეთ, შემდეგ ერთი შავი მოვგზავნე რიგი, ერთი ეს მოვგზავნე რიგი აგურისფერი და ახლა ვიწყებ აი ეს. ერთი. თითო თვალი, თითო ფერი, თითო თვალი, თითო ფერი. ერთი ფერი, ცვლის თითო თვალში. ეს ახსნილიც გვაქვს წინა ვიდეოებში, ბევრჯერ მოგზავილიც გვაქვს. აი ასე დასვამ ბოლოს თითო თვალს. როგორც აქ შავით ქსოვდი მთლიანად, აი აქ როგორც არის დაუშვათ არ ვიცი რა ფერში მოგზავ და ფერიდან ფერზე რომ გადადიხარ, აი ასე თითო თვალით გადახვალ. იგივე ფერი, სხვა ფერი რომელსაც დასვ. ახლა აქ ხომ მოვგზავე მე ეს ფერი, ხო? ახლა შევცვალე შავით უნდა მოვგზავო და მთლიანად კი არ გადავგზავ, თითო თვალი დავსვი უკვე. მოვგზავეთ თითო თვალი, ახლა უკვე ვბრუნდებით და ვიწყებთ მთლიანად შავი ძაფით ქსოვას. სქემაც დამთავრდა, სქემის ჩარჩოებიც მოვგზავეთ, ასე ვთქვათ. და ახლა უკვე მთლიანად ერთი ფერით მოვგზავთ. ამ შემთხვევაში შავი ძაფით, შენ არ ვიცი რა ფერი გაქვს არჩეული და რა ფერით გსოვ. ნებისმიერ რამეს გსოვდე, ასე შეგიძლია ფერიდან ფერზე გადახვიდე ლამაზად. ახლა ეს ჩარჩო, ასე რომ ვთქვათ, რასაც ვეძახი, რავი ჩარჩოს. აი ეს. აქედან ამის ზევით, ხო, ეს მე მოვაგზავნე სქემა, თუშური სქემა, ნამდვილი ეს არის. ამის იქით და აქეთ რას გსოვდნენ, არ ვიცი, ეს არის სქემა თუშური და ამ სქემას ქვია ერთი დეზი. ასე ქვია სახელი ამ სქემას. ერთი დეზი, თითო დეზი უფრო სწორად. უკაცრავად დავამახინჯე. თითო დეზი, ასე ქვია. ალბათ მე ვფიქრობ ეს როა ერთი ცალი, ასე. წააგავს ხევსურურ სქემაში არის ასეთი დაახლოებით, მაგრამ
სხვანაირი ჰქვია შიბა. ჩვენ ის მოქსოვილი გვაქვს აი ეს. ეს არის ხევსურული სქემა და ჰქვია შიბა. არის სხვანაირიც. ზუსტად იმნაირი როგორც ის თუშური თითოდეზი და კიდევ ოდნავ განსხვავებულიც. და ეს არის თუშური და ამას ქვია თითოდეზი. ისე რომ კი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვანაირია, მაინც განსხვავებული შტრიხები აქვს ორივეს. და აი ეს აქედან აქამდე ზუსტად ეს 5 რიგი ეს არის სქემა თუშური. ეს დანარჩენი ახლა გარედან რაც მივაქვსოვე, მე მივამატე და იმედია არავინ დამიწყებს საყვედურს არ მეტყვიან, რომ რატო შეცვალეო ჩვენი. არ შემიცვლია არაფერი, უბრალოდ შევალ ამაზე გარედან წინდის ქსოვისას. თორე ნამდვილი სქემა ეს არის აქედან აქამდე. ესაც თუშურია და ამას კიდევ ნახავთ შემდეგ ვიდეოში. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.